მოგესალმებით ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ავთოგვასალია გაგაცნობთ. ირანმა ისრაელს დაარტყა, დაღუპულია 3, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. აღმავალი ლომის საპასუხო შეტევების მოგერიებას ისრაელი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. თელ-ავივი და იერუსალიმი ახლა თეირანის მთავარი სამიზნეა. საპასუხო შეტევებს ახორციელებს ისრაელიც. შეფასებები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით კეთდება, თუმცა ჯერ მოლაპარაკების პლატფორმას მხარებს ვერავინ სთავაზობს. ირანი მომხდარზე პასუხისმგებლობას თავდამსხმელთან ერთად მის მთავარ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს. ომი ახლო აღმოსავლეთში ლუკა ჩანგელია გაგვაცნობს ბოლო ცნობებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ახლო აღმოსავლეთში ამ მომენტისთვის კვლავ დაძაბულია. ერთის მხრივ ისრაელი ახორციელებს შეტევას ირანზე, ხოლო ირანი საპასუხო შეტევებს ახორციელებს ისრაელის სხვადასხვა ქალაქებზე. მათ შორის, როგორც უკვე შენახსენე, ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია არის თელ-ავივი, ისრაელის დედაქალაქი, ხოლო მეორე სამიზნე არის იერუსალიმი. განცხადებები თელ-ავივში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კეთდება. ახლა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ თავდაცვის ძალები გაჩერებას არ აპირებენ, ვიდრე არ განადგურდება აბსოლუტურად ყველა სამიზნე, რომელიც ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს. საუბარი არის ატომური რესურსის სრულად განადგურებაზე, იმ ორგანოების განადგურებაზე, რომლებიც ურანის გამდიდრებაზე არიან პასუხისმგებლები. ამის პარალელურად ასევე საინტერესო არის ის ფაქტიც, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანელ ხალხს მოუწოდებს ამოიღონ ხმა იმ მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც ირანში 1972 წლიდან არის, გაუწიონ მათ წინააღმდეგობა და დაიბრუნონ ძველი დიდება. ეს არის ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვები. რაც შეეხება უშუალოდ სპეცოპერაციას, უნდა ითქვას ისიც, რომ ისრაელს მიმდინარე პროცესში, ღონისძიებაში, რომელსაც ის ირანის ტერიტორიაზე ატარებს, ხარს უჭერენ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებებს აწარმოებს თეირანთან ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხზე. როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დღეს გაკეთებული პირველი კომენტარები, რომელიც ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს, ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ. მინდა ირანის ამაყ ხალხს მოგმართოთ. ისლამური რეჟიმი, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში ჩაგრავდათ, ჩვენს ქვეყანას განადგურებით ემუქრება. ისრაელის ოპერაციის მიზანია ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღკვეთა. ჩვენი მიზნების მიღწევით, თქვენი მიზნების მისაღწევად გაგეხსნებათ გზა და ეს გზა თავისუფლებაა. ჩვენ გავანადგურეთ უმაღლესი მეთაურობა, წამყვანი ბირთვული მეცნიერები და ურანის გამდიდრების ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები, ასევე ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი. უფრო მეტი წინა რეჟიმმა არ იცის რა დარტყმა ელოდება. დროა ირანელი ხალხი გაერთიანდეს დროშის ირგვლივ და აღდგეს თავისუფლებისთვის. ეს არის თქვენი შანსი. ირანი არ შეწყვეტს ისრაელის მიმართულებით არც ბალისტიკური რაკეტების და არც შაჰედის ტიპის დრონების გაშვებას. ეს არის ის პოზიცია, რომელიც ოფიციალურ თეირანს აქვს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა საერთაშორისო მედიის მეშვეობით მოგვესმინა ისრაელის ირანის ბოდიში სულიერი ლიდერის კონკრეტული განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა თეირანში იფიქრობენ, რომ ეს არის უკანასკნელი შანსი, რომელიც ეძლევა ირანს იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს ისრაელი. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ახლა ისრაელის წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციას მეთაურობენ ირანიდან, ამბობენ, რომ უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება თეირანზე დარტყმები განეხორციელებინა, რომ აღმართული არის შურისძიების დროშა, რაც იმის ნიშანია, რომ ყველა ისლამური სახელმწიფო გაერთიანდება ისრაელის წინააღმდეგ და საბოლოოდ მოხდება იმ სპეცოპერაციის დასრულება, რომელიც დაიწყო ოფიციალურმა თელ-ავივმა. თუმცა ეს სპეცოპერაცია არ იქნება თელ-ავივისთვის მომგებიანი, ეს საბოლოოდ დაასრულებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ჰეგემონიას. სიონისტურმა რეჟიმმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, არასწორად იმოქმედა, რაც ღვთისნებით მას განადგურებამდე მიიყვანს. ჩვენი შეიარაღებული ძალები სულ მზადყოფნაშია. მათ ზურგს ქვეყნის ოფიციალური პირები და მთელი საზოგადოება უმაგრებს. სიონისტური რეჟიმისთვის მწარი ცხოვრება გარანტირებულია. არ უნდა იფიქრო, რომ დაგვარტყეს და ამით დასრულდა. არა, მათ დაიწყეს ეს და გამოიწვიეს ომის პროვოცირება. არ დაუშვებთ, რომ უვნებლად დააღწიონ თავი ამ საშინელ დანაშაულს. უშუალოდ კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან ერთად განცხადებებს აკეთებენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის ჩვენ დღეს მოვისმინეთ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მხარს უჭერს ისრაელის მისწრაფებას, საბოლოოდ დაასრულოს ირანის მისწრაფებები ბირთვული იარაღის შექმნისკენ, თუმცა ამის პარალელურად ის მხარეებს მოუწოდებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და დიპლომატიური გადაწყვეტა გამონახონ იმ კონფლიქტისა, რომელმაც ბოლო 2 დღის განმავლობაში მთელი მსოფლიო მოიცვა. ამის პარალელურად ჩვენ ასევე გვქონდა საშუალება
მოგვესმინა გაეროს გენერალური მდივანის ოფიციალური განცხადებაც, მისი პრეს-სპიკერი ახლა ამბობს, რომ როგორც ირანმა, ასევე ისრაელმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ორივე სახელმწიფო არის სუვერენიტეტის მატარებელი, შესაბამისად ორივე სახელმწიფოს აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილებები რიგ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ამის პარალელურად ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც უშუალოდ ბირთვულ პროგრამას შეეხება. ეს არის გაეროს და ანტონიო გუტიერეშის ოფიციალური პოზიცია. ირანს აქვს პასუხისმგებლობა მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის პროცესში. მხარს უჭერს ჰამასს, ჰეზბოლას და ჰუსიტებს. მიესალმება ისრაელში 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შემდეგ 50 თანამემამულე დაიღუპა. საფრანგეთი თუ მას ექნება გავლენა და შესაძლებლობა მონაწილეობას მიიღებს ოპერაციებში ისრაელის დასაცავად. თუმცა ჩემს გეგმებში არ შედის რომელიმე შეტევით ოპერაციაში მონაწილეობა. ეს არ არის ჩვენი როლი და არც ის გზა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ. ჩვენ ვუჭერთ მხარს დიპლომატიურ მიდგომას ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საკითხში. ჩვენ ვართ იმ ქვეყნების რიგებში, რომლებმაც ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების თემაზე ყველაზე მკაცრი და მუდმივი პოზიცია დაამკვიდრა. მხარს ვუჭერთ ისრაელის გადაწყვეტილებას. მონაწილეობდით თუ არა მათთან ერთად თავდასხმის დაგეგმაში? პასუხი არა. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ირანის ბირთვული იარაღისაკენ მიმავალი ეს გზა საფრთხეს უქმნის რეგიონს, ევროპასა და ზოგადად კოლექტიურ სტაბილურობას. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ მსოფლიოში, სადაც ირანს ექნება ატომური ბომბი, რადგან ეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოების არსებობას და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ანტონიო გუტიერეშმა დაგმონებისმიერი სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში. გენერალური მდივანი განსაკუთრებით შეშფოთებულია ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებით, რადგან ამჟამად ირანის ბირთვული პროგრამის სტატუსის შესახებ ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გენერალურმა მდივანმა გაიხსენა გაეროს წევრი სახელმწიფოების ვალდებულება. მოქმედებდნენ გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მან მხარეებს მოუწოდა გამოიჩინონ მაქსიმალური შეკავება და ნებისმიერ ფასად თავიდან აირიდონ კონფლიქტის გაღრმავება, რასაც რეგიონი რთულად გადაიტანს. კონფლიქტის ზონიდან ბოლო ინფორმაციის თანახმად ისრაელის საჰაერო შეტევებს ასევე ემსხვერპლა ირანის ორი უმაღლეს სამხედრო თანამდებობის პირი. ამის პარალელურად ახლა თეირანში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე ეკისრება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ირანული მედია იუწყება, რომ დღის განმავლობაში თეირანი ამზადებს სამხედრო დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის მიერ განლაგებულ სამხედრო ბაზებზე. მადლობა, ეს ლუკა ჩანგელია იყო. ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, უწყება რეკომენდაციებს გასცემს, როგორ უნდა მოიქცნენ განგაში სიგნალის ჩართვის შემდეგ ადამიანები. საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეები უნდა მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, გამოიყენონ მიწისქვეშა თავშესაფრები. საჭიროების შემთხვევაში ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ნომრებზე, რომელიც ახლა ეკრანზეა მითითებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ხაზს უსვამთ დიპლომატიური ძალისხმების მნიშვნელობას სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ისრაელსა და ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს ევროკომისიის პრეზიდენტი, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება, სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკომისიის პრეზიდენტი მხარეებს დიპლომატიური ძალისხმების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ირანსა და ისრაელს შეჩერებისკენ მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივანიც ანტონიო გუტიერეში. ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა, ირანის სარაკეტო დარტყმები თელ-ავივში, საკმარისია ესკალაცია, შეჩერების დროა, მშვიდობამ და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯოს, წერს ანტონიო გუტიერეში სოციალურ ქსელში. ახლო აღმოსავლეთში ომის პარალელურად კი ომი გრძელდება აღმოსავლეთ ევროპაში. უკრაინას რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. დაიბომბა დონეცკი, ხარკოვი, ზაპოროჟიე. მოსკოვმა ირანული შაჰიდის დრონები გამოიყენა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. თავდასხმის შედეგად განადგურდა ასობით ტონა ჰუმანიტარული რესურსი.
ამის პარალელურად კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღამით რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 66 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტავროპოლის მხარეში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, თავდასხმის შემდეგ კი დრონის ნამსხვრევები ქალაქ ნევინუიმსკში მდებარე ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დავბრუნდეთ საქართველოში. აჭარაში მომხდარი მკვლელობისთვის პოლიციამ 2 პირი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს, მეორე კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. შემთხვევა 4 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გასროლით მისავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი მანქანაში დინარეს ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთად ითვალისწინებს. სამტრედიაში პოლიციამ 14 შეკვრა მეთადონი ამოიღო. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 260 მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული კი 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებების რეგლამენტში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეგრეთ წოდებული სრული გაშიშვლების პრაქტიკა დაწესებულებებში წლები აღარ გამოიყენება. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ეს პროცედურა დღემდე გამოიყენება, უწყების განმარტებით რეალობას არ შეესაბამება და კონკრეტული მედიის მხრიდან მანიპულაციურად გაჟღერდა. 14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს სისხლის უსაფრთხო მარაგების შექმნას. დონორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2023-24 წლებში ეს მაჩვენებელი 62,000 აღემატებოდა. თითოეული ადამიანს, ვინც აი ამ ერთი წლის განმავლობაში ან საზოგადოდ სისხლი გაიღო სხვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლის გადასარჩენად, თითოეულ ასეთ ადამიანს მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო გამოჩენილი აი ამ უზარმაზარი ქველმოქმედებისთვის. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმეა და თითოეული წევრი საზოგადოებისა, რა თქმა უნდა, პატივით უნდა ეპყრობოდეს სხვა ადამიანს, რომელმაც სხვა ადამიანის გადასარჩენად სისხლი გაიღო უანგარო დონაციის გზით. ყველას მინდა მოუწოდო აქვე, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად კეთილშობილური საქციელია, რომ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, ყველამ რა თქმა უნდა უანგარო დონაციის გზით რამენაირად უნდა შევეხიდოთ იმ საქმეს, რასაც ქვია ურგენტული სამედიცინო სერვისის მიწოდება. ჩვენი სლოგანი არის გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ უსაფრთხო სისხლის პროგრამაში ესე იგი მასიური ჩართულობა. მოკლედ მოუწოდებთ ყველას, რომ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში და უანგარო დონაციას მაქსიმალურად შევუწყონ ხელი. 2005 წლიდან დავიწყე, ისიც ჩვენთან კლინიკაში სასწრაფოდ პაციენტს დაჭირდა, ვერ მოიძიეს და თავისთავად აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს ემთხვეოდა ჯგუფები და გადავწყვიტე დავხმარებოდი და აქედან დავიწყე. უანგაროდ როცა სისხლს გაცემ, არის ძალიან დიდი განცდა თან, როცა იცი, რომ ის პაციენტი შენი გაცემული სისხლით გადარჩა სიცოცხლის აგრძელებს. სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულო სისხლის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიხედვით სისხლის ცენტრი უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სისხლი და მისი კომპონენტები სასიცოცხლოდ სჭირდებათ. სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქციაც გაიმართა. საკრებულოს წევრები, აპარატის ყველა წარმომადგენელთან ერთად, საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან ერთად ვიღებთ დონაციაში, სისხლის დონაციაში მონაწილეობას, რომელიც აუცილებლად უანგაროდ უსასყიდლოდ გადაეცემათ ჩვენ პატარებს მათ, ვისაც
ჩვენი გაღებული სისხლი ესაჭიროებათ სხვადასხვა კლინიკებში. ჩვენ კლინიკას საკრებულოს თანამშრომლობის დახმარებით და უანგარო დონაციით გადაეცემა სისხლი. ეს აღნიშნული სისხლი კონკრეტულად მოხმარდება თალასემიამ ბავშვებს, რომლებიც როგორც მოგეხსენებათ, მუდმივად საჭიროებენ სისხლის გადასხმას. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ზურაბსაც და ქალაქ თბილისის საკრებულოს ყველა თანამშრომლს. ყაზბეგში ურბანული ფორუმი დასრულდა. მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა საკითხები 2 დღის განმავლობაში განიხილეს. გაიწერა სამოქმედო ღონისძიებების გეგმაც. ორდღიანის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ღონისძიებათა გეგმა, რომელიც ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტად. ღონისძიებათა გეგმა გაეგზავნება მუნიციპალიტეტებს, შესაბამისი კორექტირებები იქ და საბოლოო ვერსია გადაიგზავნება UN ჰაბიტატში ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის. საცოცხლო დაუცვლებელია მაღალმთიანი დასახლებების განვითარება, დანახვა სივრცეში მაგის და პლუს ამას დაგეგმარებაც მოხდეს. ამ 2 დღეში ჩვენ კომპლექსურად გავიარეთ თითქმის ყველა დეტალი. მართალია ჩვენ გეგმებამდე არ მივედით, მაგრამ შემუშავების პრინციპებზე შევთანხმდით და თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რა უნდა დავივიწყოთ და რა უნდა გამოგვჩეს, რომ ჩვენი მაღალმთიანი დასახლებები სწორად და კარგად განვითარდეს. ნიცაში გაეროს ოკეანეებს მაღალი დონის კონფერენცია გრძელდება საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა. ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონში თევზჭერის მდგრადი მართვის მიმართულებით. პანელური დისკუსია კი მიზნად ისახავს ოკეანეებისა და საზღვაო რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას. ჩვენ ხაზი გაუსვით, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით საქართველოში პირველად შეიქმნა საზღვაო დაცული ტერიტორიები, რომელიც არის იუნესკოს დაცვის ქვეშ, კოლხეთის ეროვნული პარკი. ასევე ჩვენ გავაჟღერეთ ის პროგრესი, რაც გვაქვს თევზჭერის და აკვაკულტურის სექტორში და რომ საქართველო ხარჯს უჭერს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა. გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პანელურ დისკუსიაში და ასევე გაჟღერდა ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარი თბილისში. ღონისძიებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მასპინძლობს. სემინარს ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი ესწრება. მონაწილეები ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, საერთაშორისო ზოგად საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათი აღიარების პროცედურებს განიხილავენ. ღონისძიებას ესწრება ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი. ღონისძიებაზე განხილული იქნება ზოგადი განათლების ხარისხის საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები და ასევე მსჯელობა შეეხება საერთაშორისო ზოგად საგანმანათლებლო პროგრამების აღიარების მიმართულებას. მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით განათლების ინსპექტირების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოდან ჩვენმა კოლეგებმა გაუწიეს ორგანიზება და მასპინძლობა. ქორეოდრამა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჰაინრიხ ბიოლის კლოუნის თვალთახედვას მსახიობები მაყურებელს სხეულისენით უყვებიან. დაკარგული ღირსების აღდგენა და თავისუფლების მოპოვება ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლის მოპოვებასაც მთავარი გმირი ცდილობს. არ შეიძლება ზუსტად წიგნში რაც წერია ის გააკეთო, პირიქით ადაპტირება უნდა მოახდინო ამისი და აუცილებლად შენი ვერსიები უნდა გქონდეს, როცა იწყებ უკვე სპექტაკლის დადგმას. საინტერესო იყო მსახიობებთან ყოველი რეპეტიცია. სულ რაღაც ახალი იბადებოდა სპექტაკლში და დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მთლიანად ჩონჩხი აწყობილია სპექტაკლის, იქ რაღაცა არ არსებობს, რომ არ შეიცვალოს. ექსპერიმენტი არის, ასევე ამასთანავე გეტყვით ამ ყველაფერს, რომ რაღაც განსხვავებული არის. პირადად მე ასეთ ჟანრში არ მიმუშავია. ქორეოდრამა არის, თან ტექსტიც არის შეტანილი და უფრო მეტ გამოცდილებას იძლევა იმ კუთხით, რომ თან სხეულით ენით უნდა გადმოვცეთ ეს ყველაფერი და ამავდროულად უკვე ამ სხეულის ენას ემატება სიტყვა, ასე რომ ძალიან საინტერესო არის. სხვა სპექტაკლებს გავს და თან არ გავს, იმიტომ რომ არის დრამაც, საუბრობ და არის ქორეოგრაფიაც, არის ნაზავი სხვადასხვა მოძრაობის, არის კონტემპორარის, სხვადასხვა ელემენტები არის გამოყენებული და ეს ქმნის მრავალფეროვნებას და სწორედ ამიტომ არის საინტერესო ეს სპექტაკლი.
კურიერი 3 საათზე დაბრუნდება დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობით ვებ გვერდზე rustavi2.gr. დროებით.